სადაც ლოცულობთ, იქ არ უნდა მოვისაქმოთ რა. მოგევლეთ ქართველებო, ეხლა ვარ ჩაილურში. ნანახი გეკნებათ ეს გზიდან. ეს უმშვენიერესი ციხე და რატო წერ ახლა ეს ძია ვიდეოს სიხარულით შემოვედი, რას უმაინტერესებს თი რაღაცეები და შემოვედი, სულ მინდოდა აქ შემოსვლა. და აი შიგნიდან ესე ლამაზად გამოიყურება რა. აქ ძველი, ანუ აქ რაღაც შენობა იყო აშკარად უეჭველად და ეს შენობის ძირია. და ესე აქვს პატარ-პატარა ესენი რა ქვია, საცხოვრისები რა, იქ საცეცხლორია ალბათ რაღაც გადმოსახედები და ასე შემდეგ აქაც. ჩვენი პრობლემა რაშია იცი? ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გული რაზეც დამწყდა, აი ნახეთ. აი ეს კედლებზე ნახავთ ნასანთლურებს. სადაც ნალოცია რა იდეაში, სანთელი ანთებული. ეს გული რო გაგითბება რა, ისეთი. რაღაც ეკლესიის რაღაც საკურთხეველს გავს თითქოს. მეორე ვაიბა არის ეს. რეალურად ალბათ ჩვენი ცხოვრებაც ეგეთია რა. იმიტომაც ვართ ამ დღეში. სადაც ლოცულობთ და რაშიც ლოცულობთ, იქ ვისაქმებთ. აი რაღაცა ბევრ რამეზე დავფიქრდი ახლა რა. დღეს 8 აგვისტოა ზოგადად ძალიან მტკივნეული დღეა ჩემთვის და ყველასთვის ალბათ ყველა ქართველისთვის ეს დღე. და რაღაცა ალბათ უფრო ემოციურად მომხვდა გულზე ეს ამბავი რა. მაგრამ რაღაცები უნდა გავაანალიზოთ და გავიაზროთ რა, რომ სადაც ლოცულობთ, იქ არ უნდა მოვისაქმოთ რა. აი ტკივილია, მართლა დიდი ტკივილია რა. მერტმა ყველა დაგვაფიქროს ამაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ გვეშველება. ღმერთი იყოს ჩვენსკენ. ვინ არ ჩვენი წინაპრების სისხლით შემონახული კულტურა, ხელოვნება, ტრადიცია. ოღონდ ის ტრადიცია არა, ბევრს რო ტრადიცია გონია. კალოში თღვინის დალევა. ნამდვილ ტრადიციაზე ვიძახი. მიყვარხართ.